როგორც სულას მეუბნებოდ, გადავგებ პროუსტარს თამოგედამოთ ეს უეჭირდა, ლაიქე და კომენტარით გამოჭეთ შემირხდა გააქტიურეთ ზოგადად შემედები არ გამოდოთ. პირველ რიგში მეგობრებო, მინდა გადაგიხადოთ, გადაგიხადოთ, არ ვიცი როგორ არის, არ არის ქართულად სწორი. მოგიხადოთ ბოდიში, იმიტომ რომ YouTube-ზე 3 დღეა YouTube-ზე 3 დღეა ვიდეო არ დამიდია, როდესაც დიდი ბოდიშით. მინდოდა რომ Minecraft-ი გადამეღო, Minecraft hardcore-ი, მაგრამ სახლის აშენება მინდა იქ და ვშოვ ჯერჯერობით მასალებს. თავიდან ბოლომდე არ მიშოვია ჯერჯერობით მასალები, ხოლო Brawl Stars-ში არ ვიცი რა გადამეღო, ტყუილად რომ მეთამაშე აზრი არ ქონდა, თან პრობლემის 1000-ზე აქლიჩვაც მინდოდა, მაგრამ შემოვდივარ დღეს და რას ვხედავ, გამოსხოდა ეს ანგელო და ისევ ის რა ქვია, ანგელო და მეორეს რა ერქვა დამოვიწყდა სამწუხაროდ. სამწუხაროდ დამოვიწყდა რა. დემონი თუ რაღაცა იყო, დამოვიწყდა რა ერქვა. ხოლო აქ რა ხდება ჩვენ? ესეთი უბრალოდ რაღაცები გვაქვს, რაც ძალიან კარგი, ეს ისევ დაამატეს ცვილი ყველაფერი რაც იყო. და დღეს გავხსნით ამ ანგელოს სტარდროპებს, თუ რაც გინდათ ის დაარქვით თქვენ. გავხსნით, ასევე ახალი სეზონი გამოსულა აქაც, რანგედი დამთავრდა, აქაც მოდი რაც გვაქვს ასაღები ყველაფერი ავიღოთ. ბრონზაზე ვარ, თუ სილვერზე ვარ? სილვერზე ვარ, მშვენიერია. ეს ისევ გრძელდება 600 მომცა, მშვენიერია. ვნახოთ აქ რომელ ახალი თაირი დაიწყო. ოკეი, ეხლა დაინამაიკი იმაქსება. არ მინდა დაინამაიკი. მოდი, ხوار გადავობ დაინამაიკის ასევე ახალი სკინი, რომელსაც რავიან ერისახელი ქვია, ჩემი სკინი ჯობია, არ მინდა. ჩემი 300 ჯემიანი სკინი ჯობია. ასევე random hyper charge-იც გავხსნათ, შენაც დავაგდებ Semis hyper charge-ს. ასევე გავხსნათ ჩვენ rank-ით სტარტოები, შენაც დავაგდებთ 250 Pro Pass X და გავხსნით Legendary Star Drops. არა, სამწუხაროდ ვერ გავხსნით Legendary Star Drops. უბრალოდ მეგონა რომ Legendary Star Drops ვხსნით, სამწუხაროდ აქ რეირზე ავიდა. მაგრამ იმედი მაქვს აქედან კიდე ერთხელ დააგდებს, არა 100 ბლინკი დააგდო სამწუხაროდ. მაგრამ არა უშავს. ჩემი Dynamite-ის სკინი ჯობია. ჩემი RoboMike-ი ჯობია. დამიჯერეთ. აქ უფასოდ რას გვაქვს? უის თუ დამავიწყდა. გავხსნათ მეგობრებო, თქვენ ასევე კომენტარებში დამიწერეთ თუ რა დააგდეთ. სამწუხაროდ მე ვერაფერი ვერ დავაგდე. 273 XWR-ის გარდა. კაი. იმედი მაქვს ეს მალე მორჩება. New skill slot კაი, არ მინდა რავი რაღაცები გახსნა თავისით. ხო არ გადაობ. ოკეი. მშვენიერია. კაი. გადავიდეთ მოდი აქეთ, რა ხდება ზიჯრობით ისევ პირველზე ვარ და ეს ხوار ვითამაშოთ. თუ ეგ სად უნდა ვითამაშო, აღარს მახსოვს. მე მგონი მახსოვს, აქ შემიძლია თამაშები. კაი, ჯემგრაბზე ტყუილად დროს არ დავუზუგავ. კნოკაუტზე რაც ხდება. კნოკაუტზე თუ ბაუნტი ის მეპეზე ხო არ გვეთამაშა. მინდა რომ თან აქ კაი, ეხლა რა მაინტერესებს მე. ეს სად უნდა ვითამაშო? აქ უნდა ვითამაშო? კაი, ვიღაცამ დაიწყო თამაში და მოდი ჩვენც დავიწყოთ, რატომაც არა. იყო ეს კოლტი. მოდი გაჯეტს შევცვლი, მეორე ჯობია. თან აქ არ მახსოვს, თასებს მიმატებს თუ არ მიმატებს, ვესტები მეგობრებო რომ ამ ვიდეოში მოვიგო 9 ხელი და გავხსნა ესე იგი 2 4 6 ანგელოსის სტარდროპი. სამწუხაროდ თუთა არ ვიცი ვამბობ თუ არა სახელს. თქვენ მეგობრებო ვიდეო დაალექეთ, არხი გამოიწერეთ და ზარისგლაკის გააქტიურეთ. სულ რაღაც 5 გამომწერი მაკლია. 500 გამომწერამდე და იმედი მაქვს მალე ავალთ. კაი, აქ ვიღაცას დააპგრეიდებული კოლტის სკინი აქვს, რაც არის ძალიან კარგი. კარგით, აქ რა ხდება? იმედი მაქვს ამ კოლტს გავანადგურებთ, მაგრამ ვერ ვანადგურებ, როგორ ვერ ვანადგურებ, ახლა გავანადგურებ, აუხევს სახეს. კაი. ჯერჯერობით 4-0-ს ვიგებთ, უკვე 5-0-ს ვიგებთ. 4 ეს დავასპაუნეთ, რა ჯანდაბაც ქვია. კაი, მე ახლა უნდა მოვახერხო და ეს კოლტი გამანადგურებს ატომაც არა. უნდა გავტეხო აი ეს კედელი, რომ შემდგომში მივუწვდე ჩემი ჩვეულებრივი ნასროლით და რა შეიძლება მალე ავუღოთ ბაზა. აქ მეგი იმედი მაქვს დაბრუნდება თავის იმაზის. აი ამაზე ვლაპარაკობდი მეგობრებო, ანუ 1000-ზე მინდოდა რომ ბრაულერი ამეკაჩა, მაგრამ ინტერნეტი მიჭედავს რაღაც მომენტებში და სამწუხაროდ ვეღარ ამყავს 1000-ზე ბრაულერი.
კაით, წავიდა. იმედი მაქვს damage გავუკეთებთ, მშვენიერ damage გავუკეთეთ 82%-ზე ჩამოვიყვანეთ. აქ ჩვენ სულ რაღაც 10 წამში უკვე დავასპოვნებ 10 ცალს ანგელოზის რაღაცას, არ ვიცი რა ქვია. გადავარესტარტოთ ჩვენი ყველაფერი, ნასროლები, აქ ქროუდი დროთობით ჩახდება და გადარაშავს, მაგრამ ამ ყველაფერს არ აკეთებს. ეხლა გააკეთებს თავისი hypercharge-ით, მაგრამ ვერაფერს ვერ უზავს ჩვენ იმას. აქ რამხელები დავასპოვნებს თვითონ ხო არ მეღადავებით, ავიღოთ ჩვენ ესენი, სამწუხაროდ ინტერნეტის პრობლემა ისევ, მაგრამ რამის წავაგეთ? კაი, მეღადავებით 10 წელი დავასპოვნეთ და ვერაფერი ვერ გავუკეთეს, რომ მეთქვა, მაგრამ ეხლა დაიწყეს damage-ის გაკეთება, მშვენიერია. გადავარესტარტოთ ისევ ჩვენი ტყვიები, გავანადგუროთ სურჯი მიერ გამინადგურება, ჩემიანმა განადგურა, რაც ძალიან კარგი არის, ამაზე პრობლემა არ არის. გავანადგუროთ კოლტი მოწინააღმდეგე, გავუკეთოთ დიდი damage ისევ ჩვენს მით ბაზას, შევიდეთ, სამწუხაროდ სურჯის დაიუწყო სროლა, სულ რაღაც 8% hypercharge მაქვს, სუპერს თუ ავავსებ, ჩათვალე მოვიგეთ და მოვიგეთ კიდევაც 10 ცალი დავასპაუნეთ ჩვენ ეს ანგელოზები. შევყვეთ არანაირი პრობლემა ამაზე არ არის, გავააქტიუროთ ჩვენ hypercharge, მივიდეთ და გავუკეთოთ უდიდესი damage და მოვიგოთ ჩემიანს ციტა ჩაწერია. მეგის შვენიერია, აქტასებს მიმატებს თუ არ მიმატებს, სამწუხაროდ არ მახსოვს და არ მიმატებს. მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. გავხსნათ ჩვენ ისევ ორი ცალი, მეგობრებო, იმედი მაქვს, ჩემი ხმა კარგად ისმოდა და თუ არ ისმოდა, ძალიან დიდი ბოდიში, სამწუხაროდ პირველიდან ვერაფერი ვერ დავაგდეთ. სამწუხაროდ ვერც მეორდან, მეგობრებო, იმედი მაქვს, კარგად ისმოდა ჩემი ხმა და თუ ცუდად ისმოდა, უდიდესი ბოდიშით, ვეცდები რომ მონტაჟის დროს თუ რა შევხედა ვიდეოს, თუ ჩემი ხმა ცუდად ისმოდა, ვეცდები რომ ჩემი ხმა გამოვასწორო. კარგით. მოდი გავაგრძელოთ ისევ ეს 4 თამაში ვითამაშოთ, ხოლო ვიდეოს გარეთ ამ 4-ვეს თუ მოვიგებთ, იქნება ძალიან კარგი. 4-ვეს თუ მოვიგებ, ამ შვენ იმ ორ ცალ ანგელოსაც გავხსნი, ანგელოს სტარდროპს თუ ერთი იყო დემონიკ სტარდროპი და მეორე ანგელოზის სტარდროპი არის, სამწუხაროდ სახელით არ ვიცი როგორ ქვია. თუ არ შემოგმეგობრებო, ვიდეოს დავაპაუზებ, შევალ დაბალ რანკებში ბოტებთან მოვიგებ და გავხსნი იმ დანარჩენ სტარდროპებსაც. აქ კარგია გავანადგურე კოლტი, ესე კოლეტი უბრალოდ შემეშალა, მაპატიეთ. ჯერჯერობით 2-1-ს ვიგებთ. აქ ბროკი ძალიან ტვინს ბურღავს, ვერ ვკლავ. იმედი მაქვს ჩვენ უფრო მალე დავასპაუნებთ და თანაბრად დასპაუნდა. კარგი, უნდა მოვახერხო და უნდა შევიდი აქ, შევედი კიდევაც, მშვენიერია. გავუკეთოთ უდიდესი damage, გადავარესტარტოთ ჩვენი ტყვიები, გავუკეთოთ damage, გავიდეთ გარეთ, 76%-ზე ჩამოვიყვანეთ, რაც არის ძალიან კარგი. იმათმა ჯერჯერობით ვერც ვერაფერი ვერ დააკლეს, ახლა მოდის ნიტას დათვი, როგორც მახსოვს ნიტას დათვი იყო ეგ. გავანადგუროთ კოლეტი, იმედი მაქვს გავანადგურებ, აუტოემს ვუსპამავ, მაგრამ ვერაფერი ვერ დავაკელე დიდი. მაგრამ ნიტას ვერ არა, ჩემენი განადგურებს, რაც არის ძალიან კარგი, ძალიან სისულელად გამორაშა კოლეტმა, ტყუილად დახარჯა თავისი სუპერი. ჯერჯერობით ვაგებთ, ისინი 6 წელს ასპაუნდებენ, ჩვენ კიდევ 5 წელს და იმედი მაქვს, დიდ ვერაფერს ვერ გაგვიკეთებენ. კაი, ნიტამ ისევ დათვი დაასპაუნა და ჩვენიანი შევიდა, უდიდესი damage გააკეთა, აქ როგორღაც უნდა გავანადგუროთ ჩვენ აი ესენი, რომ damage არ გავუკეთონ, დავეხმაროთ ჩვენ ანგელოზებს. რატომაც არა აქ ნიტამ გამანადგურა. შვენიერია, ვერაფერს ვერ უკეთებენ ჩვენს ჯერჯერობით ჰეისტს და ვარქმევ თუ რადგანაც ის დაარქვით, აქ გავანადგუროთ კოლტი, რატომაც არა, ნიტას hypercharge აქვს და სუპერი და დაგვერხა დიდი ალბათობით, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. hypercharge თუ ავავსებ, იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ვერავის ვერ გავარტყე ჩემი ნასროლები. ეხლა გავარტყი, იმედი მაქვს გავანადგურებ აქ მოწინააღმდეგე ბროულერებს. კი ბატონო, გავანადგურეთ რიკო კი არა ბროკი. კოლეტიც იმედი მაქვს რომ გავანადგურებთ, სამწუხაროდ ვერ გავანადგურეთ, ჩემი განადგურებს. აქ კიდევ იმას ვეტყვი რომ უბრალოდ დაერხათ, ჩემი hypercharge-ით შევალ, არ მაინტერესებს მოგდები თუ არ მოგდები, უდიდეს damage გავუკეთებ და სულ რაღაც 13% გადარჩათ და ასე მარტივად მოვიგებთ მეორე მეჩაც, რაც არის ძალიან კარგი. მშვენიერია. ნახოთ უკვე მე რამდენი ადგილზე გადავედით. მეგობრებო, ეხლა ვთქვათ, დავაპაუზებ ვიდეოს, ამ სამხელსაც ვითამაშებ. სამხელს კი არა, თავიდან ბოლომდე ვითამაშებ, სანამ ამ ანგელოზ სტარდროპებს არ გავხსნე იქამდე ვითამაშებ. და
გახსნის დრო როცა მომიწევს, მაშინ დაგიბრუნდებით, თორე ძალიან დიდხნიანი ვიდეო გამოვა. დავაპაუზებ და მალევე დაგიბრუნდებით. დავუბრუნდი მეგობრებო, სამწუხაროდ უკვე ნახევარი მეჩი რაც დაიწყო და ახლობით ცოტა ნაკლები. და ბოლო ხელი არის სამწუხაროდ ერთი მეჩი წავაგე, მაგრამ არა უშავს, აქ ჯობია რომ გამოვიყენო ამაზე და იმეჯი რომ ვერ გავუკეთონ. კარგი, გავანადგუროთ აქ უცბად ჩვენ ფრენკი. სამწუხაროდ ვერ გავანადგურებთ, მაგრამ ვიგებთ. მეგობრებო, როგორც ისე ყოველ დღე 5 თოკენს გვაძლევს, 5 ასე რომ ვთქვათ, გასაღებს თუ რადგანაც ის დაარქვით. ხოლო მხოლოდ და მხოლოდ ერთი წავაგე ჯერჯერობით. და იმედი მაქვს ეს არის ბოლო მეჩი აქ ლილის სად გამოჩნდა. წუთი და 30 წამი დარჩა, მაგრამ ეხლა წამოვლენ უდიდეს შეტევაზე და ეს თუ დავიცავით, ჩვენ მოვიგებთ ამ მეჩს. უნდა მოვახერხო და უნდა შევიდე უცბად ბაზაზე და ჩემი სუპერით უნდა გადაუვარო მათ ბაზას, მაგრამ ჯერჯერობით ეს არ გამომდის და მოვიგეთ ვინაც ვალის ვინც მომაგებინა ეს მეჩი. და გავხსნათ ასევე ჩვენ მორიგი 2 ცალი ანგელოს სტარდროპი თუ რა ქვია, არ მახსოვს. სამწუხაროდ ისე ვერაფერი გთხოვ, რამე წესიერი რა. არა. სამწუხაროდ ამათი PowerPoint-ები და რაღაც coin-ებს მაძლევს. არა ვერ გადავიდა. აი მეგობრებო, როგორც ხედავთ, მხოლოდ და მხოლოდ ერთი მეჩი წავაგე, მაგრამ არანაირი პრობლემა ამაზე არ არის. მესამე, მეოთხე და მეხუთე ადგილოსნები ჯერჯერობით ვერ დამეწევიან და ვერც მე-6 და ვერც მე-7 ვერ დამეწევა. მერვე შეუძლია რომ გამასწროს და დანარჩენებს შეუძლიათ რომ გამასწროს და ასევე პირველ ადგილოსაც შეუძლია რომ გამასწროს. რაც სიმართლე რო გითხრათ, ჩემზე ნაკლებთაზეა, მაგრამ ჩემზე მეტი ბრაულერი ყავს. ალბათ ჩემზე კი ბატონო 2022 წელს შექმნა მან აკაუნტი, ხოლო მე შევქმენი შარშან 2024 წელს. მეგობრებო, ჯობია რომ ეხლა უცბად გავსტარტოთ ჩვენ solo showdown-ი, მოვიგოთ 1 2 3 4 მეჩი და დაგიბრუნდებით, როცა მოვიგებ 4 მეჩს. მე-4 მეჩს როცა დამჭირდება მოგება, მაშინ დაგიბრუნდებით. ეხლა უცბად დავაპაუზებ ვიდეოს და თქვენ 1 წამი გავა, ხოლო ჩემთან დაახლოებით 1:15 წუთი. მალევე დაგიბრუნდებით. დავუბრუნდი მეგობრებო, სულ რაღაც ერთი მოგება გამაკლია. წინა ხელში შევცვალე თამაშობდი კოლტით, მხოლოდ და მხოლოდ 2 თუ 1 მეჩი წავაკე. ყველაფერი მოვიგე, მაგრამ ინტერნეტი ზოგ მომენტებში ისე მეჭედავდა, რომ კოლტი მყავს 800 მონეტაზე სამწუხაროდ აღარ მახსოვს, 871-ზე მყავდა. კოლტით ერთი ისეთი მატჩი ჩავატარე, რომ არ ვიცი, მე მგონი 9 ბრაულერი მოვყალი. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არაფერს არ ვლატავ ესე ჭყარებში ვიტყვი რა. არ მომბობ რომ კოლტით რაღაც საუკეთესო მოთხოვაში ვარ, მაგრამ ერთი ისეთი მეჩი ჩავატარე, ჩემთვის ალბათ საუკეთესო მეჩი ჩავატარე კოლტით რა. პირველ ადგილზე გავედი, ყველას გადაუვარე, თან მით უმეტეს ბოლოში სუპერიანი შელი და სუპერიანი კიტი თიმეირობდნენ და მაინც გადაუვარე. ეს არის ძალიან კარგი. ხოლო წინა ხელში მე შევცვალე, რომ მოვიგე, მაინც შევცვალე, ინტერნეტი მიჭედავდა. ხოლო ეხლა დავუკვირდა სპაიკი სამწუხაროდ კი არა, საბედნიეროდ აღარ გამიჭედა. ბევრს ლაპარაკით ასვათ, მოდი მოვიგოთ ჩვენი ბოლო მეჩი და გავხსნათ მორიგი 2 ცალი ანგელოს სტარტ დროპი, მე ასე დავუძახებ. ხოლო თუ არასწორი ვიძახი, მაპატიეთ, არ ვიცი, აღარ მახსოვს სახელი რა ქვიათ, თუ დამეწერთ კომენტარებში, ძალიან კარგი იქნება. ანუ არა და მეგობრებო, პროფესორში შემოვედი, სხვა მიზნით უნდა გადამიღო ვიდეო, ანუ უნდა გამეძლიერებინა ყველა ბრაულერი რა, უნდა მიყვანა 11 power-ზე, სადამდეც მეყოფებოდა ჩემი coin-ები და ჩემი PowerPoint-ები. გაჭირების ტაიმების ყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ სადამდეც მეყოფოდა, იქამდე უნდა ამეყვანა ბრაულერები 11 power-ზე. ხოლო შემდეგ შემოგროვებდი და ავიღებდი ყველაფერს. ეს სად მოდის? აქ არის ის მე რო ვარ, აქ დავდგათ ჩვენი სუპერი, რომელიც რო რამე გადაგვარჩენს, გავანადგუროთ ჩესტერი, სპაიკი შემზე ძლიერია რომ იცოდე. და ამ ყველაფერს ვამტკიცებთ, რა თქმა უნდა. ძალიან ხოძე მოვედი და დიდი ალბათობით ჩაუჯდები დღეს და რომელიმე ბრაულერს ავიყვან 1000-ზე, აქ გაურაშოთ სპაიკს და გავანადგუროთ, არავერ გავანადგურებთ, მაგრამ მოდი ვითიმეროთ. Spike team. Okay. Bro, მოიცა, დამშვიდი. სუპერი. ვაიმე. რა სუპერი. მოდი, ვითომ გეთიმერები. კი, ვთიმერობთ, Spike, let's go. B. ბიც გავანადგუროთ და აჰა, Spike რა გიქნა, მეორეზე გაგიყვანე Spike. ვიცი რა შეხვედი, ტყუილად დამალვას აზრი არ აქვს და ასე მარტივად გავანადგუროთ Spike-ი და მოვიგოთ ბოლო მეჩი. შვენიერია, აქ სულ რაღაც 9 კილი გამინდა და
1000-იან მისიას შევასრულებ და გავხსნათ ჩვენი ბოლოს წინა და ბოლო უკვე არ ვიცი, ანუ რამდენი გავხსენი, არ გავხსენი 6 ცალი, 7 ცალი გავხსენი და ვერაფერი ვერ დავაგდე. აი, საერთოდ ვერაფერი ვერ დავაგდი. უღრმესი მადლობა. ძალიან კარგია. Supercell ამ რა ქვია ამ skins. Poop Spikes რომ მიგდებ, Dark Lord Spike ამ მომიგდე და ვიყიდი, პრობლემა არ მაქვს. ნუ ვიცი 150 ჯემი skin ღირს, 150 ჯემი ღირს, მაგრამ რამენერად მოვახერხე და ვიყიდი, პრობლემა არ მაქვს ამაზე არანაირი. კარგით, ვნახოთ აქეთ კიდე რა ხდება, გადავიხედოთ. სკინებს გადავხედოთ, სამწუხაროდ Dark Lord Spikes არ მიგდებ. ასევე 25 თაიერზე ავედით, რაც არის ძალიან კარგი, რაღაც ცოტა მისიები გადამრჩა. კი, ცოტა მისიები დამრჩა. 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 მისია გადამრჩა და შევასრულებ. მალე ვიდაგებუნდებით. დაუბრუნდი მეგობრებო და მოდი პრინციპში აქვე დავამთავრებ ვიდეოს. მოგეთ მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. თუ მოგეცნობათ ეს რო ვაჭერეთ და ლაიქეთ და კომენტარით გამოიწვიეთ ჩემი არხი და გააქტიუროთ, რაც შემიძლია არ გამოდავთ, მე კი შევხვდებით მომდევნო ვიდეოში. დროებით.